კობახიძეს პრეზიდენტი, რომელიც პროდასავლურ ლიდერად არის აღიარებული, მისი იმპიჩმენტით ხომ არ იქნება ზიანის მომტანი იმ ისტორიულ პროცესზე, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსს და მეორე დღეს პრემიერმაც დაადასტურა, რომ ევროპელ კოლეგებს პრეზიდენტთან დაკავშირებით ესმით სამართლებრივი მხარე, მაგრამ გვეუბნებიან, რომ არ არის ლამაზი, ეს აღქმებს აფუჭებს. ანუ დაზიანდება თუ არა კანდიდატის სტატუსი ამ პროცესით. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ რატო ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ევროპის და რატო ვფიქრობთ, რომ ევროპული ღირებულებები არის ჩვენი ღირებულებები, მათ შორის ჩვენ ვართ მონაწილე ამ ღირებულებების შექმნის, ვინაიდან ევროპული ღირებულება გულისხმობს კანონის უზენაესობას და უზენაესი კანონი ყველა ქვეყანაში არის ძირითადი კანონი, ანუ კონსტიტუცია. სინამდვილეში აქ არის ჭიდილი კანონის უზენაესობასა და თვითნებობას შორის. თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ დარღვეული იქნა კონსტიტუცია, ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა თვითნებობას და როგორ შეიძლება თვითნებობა იყოს ევროპული ქცევა და კანონის უზენაესობის, ანუ კონსტიტუციის დაცვა და მისი გაფრთხილება არ იყოს ევროპული ქცევა. ამიტომ ვფიქრობ, აქ თავის არსში და ღირებულებაში ცხადი არის ეს ჭიდილი. მეორე, რაც შეეხება მეთოდს, თუ როგორ ირკვევა ეს საკითხი და როგორც აღმოჩნდა, ყველა დაინტერესდა ხომ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი თემა აღმოჩნდა ყველასთვის, ყველა მხარისთვის მათ შორის. სწორედაც ევროპული გზა არის, რომ როდესაც არის სადაო საკითხი, ეს სადაო საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციის განმარტებას, ამიტომაც გვაქვს ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო, ხო, მისი ფუნქციაც ხო, ამიტომ შექმნა კონსტიტუციამ, საკონსტიტუციო სასამართლო, რომ სწორედ ასეთი საკითხები მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განსამარტად და დასკვნების წარმოსადგენად. ამიტომ სწორედაც ერთის მხრივ თავად მეთოდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი დასკვნისთვის მიმართვა და ამავე დროს ღირებულება, კონსტიტუციის დაცვა, ორივე არის ევროპული მიდგომა და სწორედ ეს არის ტესტი დღეს ვფიქრობ ჩვენი ევროპულობისა, რომ ჩვენ ეს საკითხი გადავწყვიტოთ სამართლებრივი ევროპული გზით. გთხოვთ შევაფასოთ თავად პროცესს, ძალიან საინტერესო სამი დღე იყო ბათუმში, უპრეცედენტო განხილვა და ეს მთელი ყურადღება მიმართული არგუმენტებისკენ, ამ დებატისკენ და ვფიქრობ, რომ ყველასთვის თვალსაჩინოდ გამოჩნდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა და ვინ როგორ იცავდა თავის სიმართლეს. დავიწყოთ ოპონენტების არგუმენტებით, რა გამოიკვეთა, სამართლებრივად რამდენად მყარად იყვნენ ისინი თუ უფრო ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური მიმართულებით წაეყვანათ ეს საქმე. საერთო ჯამში ამ სამმა დღემ ჩვენ ერთი როგორც გვერდითი ეფექტი, ერთი საინტერესო რამ გვაჩვენა კიდე. აღმოჩნდა, რომ თვალსა და ხელს შუა ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლებიც თავს ექსპერტებს ან იურისტებს უწოდებენ და გულისხმობ მე ყველას სოციალურ მედიაში, ყველამ გამოთქვა მეტნაკლებად საკუთარი მოსაზრება. ყავს ჯგუფი ექსპერტებისა და სხვათა შორის თუ შევხედავთ, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად არის სხვადასხვა ღონისძიებაში ექსპერტულად ჩართული და ასე შემდეგ, რომლებიც სინამდვილეში არა სამართლებრივი მეთოდოლოგიით მსჯელობენ და ამოდიან რაღაც სამართლებრივი პრინციპებიდან, არამედ რაღაც თავისუფალ დინებაში აზროვნებენ. აღმოჩნდა, რომ იურისპრუდენცია ზოგს ესმის არა კანონის, ნორმის, კონსტიტუციის თუნდაც განმარტება და მასზე დაყრდნობით რაღაც აზრის განვითარება, არამედ თავისუფალი აზროვნება, როდესაც რაღაც თვითშემოქმედებას აქვს ადგილი. სხვათა შორის ეს ტენდენციები ადრეც შემხვედრია, მე გამომდინარე იქიდან რომ აკადემიურ საქმიანობასაც ვეწეოდი და ხშირად ხდება ხოლმე ადამიანებში, რომლებიც თქვათ უფრო პრეცედენტულ სამართალს ესე ტყეპტყლად იტყვიან ხოლმე და წარმოუდგენიათ, რომ ანგლო-ამერიკულ სამართალში პრეცედენტული სამართალი არის სამართალი, რომელიც არსაიდან მოდის, არის მოსამართლეan იურისტი, რომელიც თვითშემოქმედებით ჰაერიდან რაღაც პრინციპებს ამბობს. აი ეს ჭიდილი ვქონდა ჩვენ მათ შორის შინაარსობრივ დონეზე, რასაც ჩვენ უყურებთ 3 დღის განმავლობაში, ერთ მხარეს, აქ გულისხმობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, ერთ მხარეს იყო იურიდიული არგუმენტაცია, მათ შორის სტრუქტურულადაც კი, ასე ვთქვათ, არგუმენტაცია წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს იყო ის, რასაც ჩვენ ყოფითად ვეძახით პოლიტიკურ განცხადებებს ან ასე შემდეგ
რომელიც მოკლებული იყო იმ სისტემურ აზროვნებას, რომელიც ჭირდება იურისპრუდენციას. მაგრამ პრეზიდენტის წარმომადგენლები პროცესზე ამბობდნენ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომლითაც ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში თუ ასე შეიძლება ეწოდოს, დაადასტურებს, რომ არსებობს კონკრეტული არგუმენტები, რომლითაც დასტურდება პრეზიდენტის მიერ მთავრობის კომპეტენციაში შეჭრა. წარმოადგინეთ არგუმენტები, ითხოვდა თამარ ჩუგოშვილი. სინამდვილეში დღეს მათ შორის ირაკლი კობახიძე პროცესზე ამბობდა, რომ ხუთწლიანი სამაც შეიძლება შევადაროთ ჩვენი არგუმენტაციის ხაზი. უფრო მარტივადაც კი არის საკითხი ალბათ, ორ სიტყვაში მთელი პროცესი ალბათ დაამახსოვრდება ჩვენ საზოგადოებას ორი სიტყვით: სტატუსი და უფლებამოსილება. და ესეც კარგია, მე მგონი ყველა მისწავლა, სხვათა შორის მინდა აქვე შევაქო ჩვენი წარმომადგენლები და განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე, რომელსაც ეს 3 დღე უწევდა განსაკუთრებით ამ საკითხების ახსნა. ვფიქრობ, მან შეძლო ერთი მთავარი რამ და ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვისაც, რომ კონსტიტუციური საკითხები ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის გასაგები გახადა და საინტერესო გახადა, რაც მთავარია და ეს ვფიქრობ, რომ გარდამტეხი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ დაინტერესდეს ჩვენი ძირითადი კანონის პრინციპებით და ძირითადი არსით და მინდა განსაკუთრებით ამისთვის ასე ვთქვათ კომპლიმენტი უთხრა. რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილის არგუმენტებს რას ეთქვით, რომ თქვენ არ გაქვთ არგუმენტები, რომლითაც დაადასტურებთ, რომ პრეზიდენტი შეიჭრა მთავრობის კომპეტენციაში ამ ლაპარაკებებს. მარტივად არის საქმე და ჩვენ ვისმენთ სამუხზე იყო საუბარი, ხო 59, 52, 78, რომელიც სათაურშივე არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც დილემის სახით უნდა წარმოადგინოთ. ეგრეთ წოდებული 59 მუხლი, სადაც საუბარია, რომ არის მათ სათაურშივე, ეს არის პრეზიდენტის სტატუსი, ანუ ვინ არის პრეზიდენტი, რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი, საგარეო ურთიერთობებში, ხო, წარმომადგენელი. ეს 3 სტატუსი, რომელიც იქ არის დასახელებული და იქვე 52 მუხლი, რომელიც სათაურშივე გვეუბნება უფლებამოსილებას, ანუ ის თუ ვინ არის პრეზიდენტი, როგორ ხდება ამ სტატუსის შემდეგ რეალიზება. და პირდაპირ სიტყვით წერია, რომ მთავრობის თანხმობით წარმოადგენს ის და ეს არის გადამწყვეტი აქ საერთო ჯამში ამ ორმა სიტყვამ ვფიქრობ სტატუსი და უფლებამოსილება ყველაფერი განსაზღვრა. მათ შორის მაგალითებითაც იყო საუბარი, ხომ თუ კი ესე რა არგუმენტები ქონათ პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომ რახანა აქვს მას სტატუსი, რომ ის წარმოადგენს, რახანა აქვს ესეთი სტატუსი, როგორ შეიძლება ის მას ამავე დროს აქედან რაღაც უფლება არ გამომდინარეობს. გამომდინარეობს მისი უფლებამოსილება. რა თქმა უნდა გამომდინარეობს, თუმცა იმისთვის რომ ის შემდეგ რეალიზდეს, შემდეგ წერია უკვე უფლებამოსილებაში, როგორ რეალიზდება და წერია მთავრობის თანხმობით. იმ ლოგიკას თუ გავყვებით, რომ ეს თანხმობა არ არის საჭირო და სტატუსი თავად უკვე არის უფლებამოსილება, იქვე წერია, მაშინ უმაღლესი მთავარსარდალი. რას ნიშნავს ეს, რომ შეუძლია პრეზიდენტს შევიდეს რომელიმე სამხედრო ბაზაზე და ამერიკანებს ბრძანებები გასცეს, ან მეთაური რო არის სახელმწიფოს მეთაური, რას ნიშნავს ეს, რომ შეუძლია მაგალითებით ითქვა, რომ მაგალითად პარლამენტი დაითხოვოს. უმარტივესი სინამდვილეში უმარტივესი საკითხი იყო, რომელიც ვფიქრობ თელმა საზოგადოებამ გაიგო, მიხვდა, გაერკვა ამ საკითხში, მაგრამ პრობლემა რაში არის, იცით? პრობლემა სწორედ ამაში არის და ეს არის სწორედ ის გვერდითი ეფექტია. ჩვენ აი ამ დღეების განმავლობაში, რასაც ვისმენთ, მათ შორის აქტორები, რომლებიც უშუალოდ ჩართული არ იყვნენ, მაგრამ თავის აზრს გამოხატავდნენ მედიაში თუ სოციალურ მედიაში, ჩანს, რომ შესაძლოა დასახული აქვს რაღაც მიზანი, ანუ გადაწყვეტილება და შემდეგ არგებენ თავის არგუმენტს ამ მიზანს. და ამ საკითხებში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დასკვნები გამოაქვეყნა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ მოარგეს მათთვის სასურველ შედეგს მოარგეს საკუთარი არგუმენტაცია. აქ საუბარი იყო პირველ-მეორე კურსებზე და პირველ კურსზე ზუსტად რაც არის მთავარი შეცდომა, რასაც უშვებენ ხოლმე სტუდენტები, არის ის, რომ როდესაც ნახავენ კაზუსს საკუთარი შინაგანი სამართლიანობის შეგრძნებით რაღაც გადაწყვეტას ან შედეგზე ფიქრობენ და შემდეგ არგებენ ხოლმე გადაწყვეტას და ასეთ მსჯელობასთან ქონდა ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. სამართლებიც კითხულობდნენ, რომ მაშინ რა იცავს პრეზიდენტს იმისგან, რომ მთავრობამ სრულად არ შეუზღუდოს ყველანაირ ვიზიტში წასვლა. თუ ასეთი მოცემულობა დადგება, ანუ პრეზიდენტს ვინ ან რა დაიცავს? არ იცავს, იმიტომ რომ არც არის საჭიროება ამ ხრივ. პირიქით არის, აქ დაცული არის მთავრობა და არა პრეზიდენტი და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვყავს პარლამენტი და გვყავს მთავრობა, პარლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიმართულებას საგარეო პოლიტიკის და მთავრობას, რომელსაც აქვს ექსკლუზიური
უფლებამოსილება, რომ განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. შესაბამისად, მთავრობა არის დასაცავი ამ შემთხვევაში პრეზიდენტისგან, რომ პრეზიდენტი არ შეიჭრას მის უფლებამოსილებაში, ვინაიდან მას სტატუსად აქვს წარმომადგენლობა, არ შეიჭრას მთავრობის უფლებამოსილებაში მისდა დაუკითხავად. და ამასთან გვაქვს ჩვენ დღესდღეობით საქმე. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ. იმ შემთხვევაში, თუ კი ეს შეჭრა პრეზიდენტს შეეძლება, ის როგორც ეხლა დღეს ამას აკეთებს, გამოდის რომ ჩვენ საგარეო ურთიერთობაში გვექნება ორი სახე. მთავრობა და პრეზიდენტი. რაც არის, რა თქმა უნდა, დაუშვებელი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმოდგენილი იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ადგენს მათ შორის პარლამენტი. შეუძლებელია, რომ აქ დაუშვა ჩვენ ორსახოვნება საგარეო ურთიერთობაში ქვეყნის წარმოდგენის მხრივ. ამიტომაც მთავრობა არის სწორედ დასაცავი. აქ პრეზიდენტი კი არ არის დასაცავი. მთავრობას იცავს კონსტიტუცია, რომ პრეზიდენტი, ვინაიდან მას აქვს სტატუსი წარმომადგენლის, არ შეიჭრას, ვინაიდან პრეზიდენტი, რომელსაც აქვს სტატუსი მთავარსარდლის, არ შეიჭრას ამ ფუნქციებში და ვინაიდან პრეზიდენტი, რომელსაც სტატუსი აქვს ქვეყნის მეთაურის, არ შეიჭრას ამ ფუნქციებში მთავრობის იქნება ეს თუ პარლამენტის. ამიტომ დაცვის ობიექტი ამ შემთხვევაში არის მთავრობა და არა პრეზიდენტი. თქვენ აღნიშნეთ, რომ სამართლებრივი არგუმენტების სიმწირის გამო პოლიტიკურ ბრალდებებზე გადადიოდა დაცვის მხარე, მაგრამ ეს პოლიტიკური ბრალდებებიც მნიშვნელოვანია და იმსახურებს პასუხს. მე გულისხმობ იმას, რომ მათი მტკიცებით მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული იყო ეს წარდგინება და მიზნად ისახავდა ანგარიშწორებას კრიტიკულად განწყობილი პრეზიდენტის მიმართ. ტყვე პრეზიდენტი ხო ასეთი იმიჯის შექმნასაც კი ცდილობდნენ ისინი და იზოლირებას პრეზიდენტის, რომ მან ასე ვთქვათ ვერ მოახერხოს სტატუსისთვის მხარდაჭერის მოპოვება ევროპაში და ასე შემდეგ. რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს? ამ სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას ყავს პარლამენტი და მთავრობა, რომელიც სწორედ ამ ფუნქციას აძლევს პარლამენტი თავისი პოლიტიკის განსაზღვრით, რომ განახორციელოს შემდეგ მთავრობამ ეს ყველაფერი და თუ ვერ განახორციელა კარგად თუ ცუდად, შემდეგ პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულია მთავრობა, ეს არის აქ მთავარი. ხოლო პრეზიდენტი ანგარიშვალდებული არ არის პარლამენტის მიმართ. პრეზიდენტს რაღაცა რომ გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, ვერაფერს პარლამენტი ვერ იზავს. ამიტომაც არის პარლამენტისთვისაც მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი არ შეიჭრას მთავრობის უფლებამოსილებაში. ასე ამბობენ, რომ ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ევროპისკენ წაიყვანოს. ნუ ეს უკვე გასაგებია ეს პოლიტიკური განცხადებები და მათ შორის ისიც მოვისმინეთ დღეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვკითხოთ ევროპელ ლიდერებს, რას ფიქრობენ ისინი ამ თემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მართალია მთავრობა თუ პარლამენტი, ეს უკვე აღარც უკვე თავმოყარეობის საკითხი არის საერთო ჯამში, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს კონსტიტუციაზე და უფლებამოსილების განაწილებაზე და აქ საუბარი რომ სხვა ქვეყნის ლიდერები უნდა იყვნენ რაღაცნაირად ჩართული. ერთი რამე არის აქ მნიშვნელოვანი, რატომ არის ახლა ეს საკითხი თავად პრინციპული. იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ მოცემულ მომენტზე, არა მხოლოდ მოცემულ პრეზიდენტზე, მოცემულ მთავრობაზე და პარლამენტზე. ჩვენ საუბრობთ საკითხზე, რომელიც გადაწყვეტს მომავალ წლებში და 10 წლეულებში საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის სინამდვილეში განმახორციელებელი საგარეო ურთიერთობებში ამ პოლიტიკის, ხო? და მათ შორის სამომავლოდ პრეზიდენტებს და მთავრობებს ამ ხრივ როგორ ექნათ საკუთარი კომპეტენციები გააზრებული. ჩვენ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ჩვენ 30 წლის განმავლობაში გამოვიერეთ სხვადასხვა სახის სისტემები. ვიყავით საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ვიყავით შერეული, ნახევრად საპრეზიდენტო და შემდეგ სწორედ ხალხის ნება იყო, რომ ქვეყანა გადასულიყო საპარლამენტო რესპუბლიკაში, რესპუბლიკის წყობაზე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტებს აი ამ დროის განმავლობაში, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო და საპარლამენტო, პრეზიდენტების როლი, ფუნქცია და უფლებამოსილებები იცვლებოდა და სამწუხარო ის არის, რომ სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა ვერაწია ის ტვირთი, რომელიც მას უნდა ეტვირთა მათ შორის, რომ ყოფილიყო საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ის გადაიჭრა იმ ხიბლში, რასაც ქვია პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე აი სტატუსი გაქვს და ამ სტატუსიდან ცდილობ რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ გამოწოვო უფლებამოსილებების სტატუსი. მაგრამ მოდით ამ საკითხსაც შევეხოთ უფრო დეტალურად, ხო? საუბარია იმაზე, რომ მთავრობა ცდილობს პრეზიდენტზე შურისძიებას. ამის არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ შარშანაც პრეზიდენტი დადიოდა უნებართვო ვიზიტებში. მაშინ რატომ არ იყო იმპიჩმენტის საკითხი დაყენებული? ეს განცხადებები უნისონში რო ყოფილიყო, ხელისუფლება თვალს დახუჭავდა პრეზიდენტის ქცევაზე?
მათ შორის შარშანაც ითქვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, რომ ეს იყო კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქცევა, გახსოვთ მაშინ, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ გადააკეთა საკუთარი ვიზიტი კერძო ვიზიტად, რაღაც სადააქაც გამოსავალის მოძებნა ვითომ ან გამართლება, თუმცა მაშინაც ითქვა ეს კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მაშინ იმ შემთხვევაში უარი ითქვა, რომ კიდე ასე ვთქვათ, სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაში, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი კვლავ დაბრუნდა კონსტიტუციურ კალაპოტში და მიმართავდა მთავრობას ნებართვისთვის. თუმცა ბოლოს ჩვენ რაც ნახეთ, ტენდენციის სახე მიიღო ეს ერთი და მეორე პრეზიდენტმა მათ შორის განაცხადა მკაფიოდ, მათ შორის როდესაც ითქვა, რომ ეს კონსტიტუცია ეწინააღმდეგო, რომ ის აპირებს მომავალშიც ასე მოიქცეს, არ დაგიდებთ არაფერს კონსტიტუციაზე და აპირებს, რომ მომავალშიც განახორციელოს ეს ვიზიტები. სხვა ჩვენს ეს არის ახლა მნიშვნელოვანი საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და ვიცით რა, რომ დღეის მოცემულობით პარლამენტში არ არის საკმარის უმრავლესობა, რომ იმპიჩმენტი განხორციელდეს. საინტერესო არის ეს სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, ან მისი დასკვნა, ამას როგორ მოეპყრობა თავად პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმიტომ რომ უყურეთ, ჩემი აზრით და ეს არაერთხელ თქვი კიდევაც, რომ ამ პროცესში ჩემთვის გადამწყვეტი არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და არა ის პარლამენტი საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოახერხებს თუ არა იმპიჩმენტის განხორციელებას. ვინაიდან თუ კი სასამართლო იტყვის, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ პრეზიდენტი განზრახ უხეშ არღვევდა კონსტიტუციას. ეს ერთი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტი რას იტყვის, რომ ის კვლავ გააგრძელებს ამ ვიზიტებს თანხმობის გარეშე? მაგრამ მაგდას კითხვას გავიმეორებ, უნდა გადადგეს? პირველი საკითხი არის, რომ ის თუ იტყვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ, ანუ მთავარი საკითხი არის, რომ პრეზიდენტი მიიღებს თუ არა, აღიარებს თუ არა კონსტიტუციას, ხო და მაქამდეც მივალ. აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, თუ კი ასეთი იქნება. პრეზიდენტი იყოთ და თქვენ ჩემი რეკომენდაცია, ჩემი რჩევა მანამდეც იყო, რომ მას ეღიარებინა აქამდეც, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და ეთქვა, რომ ის აღარ დაარღვევდა და მით უმეტეს, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა, ფიქრობ, რომ ეს იქნება სწორედ ჩემი რჩევა, რომ ეს აღიაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საჯაროდ განაცხადებს, რომ ის აღარ დაარღვევს ამ წესს და მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გაიმგზავრება ვიზიტებს. ეს არის, ფიქრობ, ეს არის სწორედ ევროპული საქციელი და ეს არის ის მოლოდინი, რომელიც ქართულ ხალხს აქვს მის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ. კონსტიტუციის პატივისცემა მარტო სიტყვები ხომ არ არის ცარიელი, ხომ? პატივისცემა ნიშნავს, რომ ის კონსტიტუციის სიტყვას, კონსტიტუციის ნორმას ცემ პატივს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში არის ერთადერთი ორგანო, ვისაც აქვს უფლება განმარტოს კონსტიტუცია და თქვას, რომ კონსტიტუცია გულისხმობს ამას. ერთადერთი ორგანო ეს არის. მას აქვს მხოლოდ ამის უფლება. და თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ დაირღვა ნებისმიერი ორგანო, მით უმეტეს კონსტიტუციური ორგანო პრეზიდენტი ამ შემთხვევაში თუ კი არ აღიარებს ამ დადგენას გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა იქნება უკვე არა მხოლოდ უპატივცემულობა, არამედ ეს იქნება საერთოდ ზემოდან დახედვა კონსტიტუციაზე და არა ის, რომ ჩვენ ქვემოდან ზემოთ უნდა უყურებდეთ კონსტიტუციას და ის უნდა მიგვაჩნდეს, რომ ჩვენზე მაღლა. გადავიდეთ პროცესზე პარლამენტში, გამამწყვუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში უკვე იქნება კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, თქვენ აღობთ, რომ არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და არ ცდილობთ ოპონენტების დარწმუნებას იმაში, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას, მაინც ამტკიცებს ოპოზიცია, რომ მიდის რაღაც ფარული ვაჭრობა და თითქოს ქართულ ოცნებას აქვს საკმარისი ხმები იმპიჩმენტისთვის. არა და პირიქით ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომრავლესობა არ იქნება და ეს არაერთხელ თქვით კიდევაც, რომ ეს კონსტიტუციის ამგვარი უხეში საჯაროდ და დემონსტრაციული დარღვევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის გარანტიები, რომელიც პრეზიდენტს აქვს, რომ ოპოზიცია არ დაუჭერს ხარს იმპიჩმენტს და შესაბამისად მათ თავისუფლად შეეძლება დაარღვევს კონსტიტუცია. სხვა შემთხვევაში ის რა თქმა უნდა უფრო ფრთხილი იქნებოდა. მათ შორის მისმა წარმომადგენლებას სასამართლოზე განაცხადეს, რომ ის ბიუჯეტიდან ამ მოგზაურობის დროს, ასე ვთქვათ, თანხას არ ხარჯავდა, პირად თანხას ხარჯავდა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ
ვინიცობა ეს დარღვევა არ იყოს. თუმცა კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ქონია ამას. რატომ? იმიტომ რომ ეს გარანტია არის, რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს დიდი ალბათობით. ამბობენ, რომ ნაცები გაიყიდებიან, ისინი არ უნდა შეუშანдарებენ. ნაციონალურ მოძრაობამ და ეს არის ხომ ხა ჩვენი ოპოზიციის ბირთვი ეს არის და მის ქოლგის ქვეშ არიან დანარჩენი და შეყურებენ მას. ნაციონალურ მოძრაობამ ისე რომ არ დალოდებია არც არგუმენტებს ამასთან დაკავშირებით, არც სასამართლოს გადაწყვეტილებას კონსტიტუცია დაარღვია თქვა და დღემდე აცხადებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტს. მიუხედავად იმისა, რა სიტყვის სასამართლო, ანუ სასამართლომ რომ თქვას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, ნაციონალურ მოძრაობა ამას რომ მისთვის სულერთია ეს კონსტიტუცია, დაარღვევა ის ყველა შემთხვევაში გადაეფარება პრეზიდენტს, რაც არ უნდა კონსტიტუციური დარღვევა დადგინოს. სანამ ნაცმოძრაობის მოტივებზე ვიმსჯელებთ, ორი შემთხვევა გვახსენდება ჩვენ ბოლო პერიოდში, როდესაც აირჩიეთ სახალხო დამცველი და ხმები არ ყოფნიდათ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მაშინაც ხმები არ ყოფნიდათ, მაგრამ მოხდა ეს შეთანხმება და განსაკუთრებით მეორე შემთხვევა იყო სურპრიზი. ანუ ამ შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ასე ხმა შეგროვდეს? მე ვერ გეტყვით ახლა ვინმეში თუ რაიმე კეთილსინდისიერება გაიღუძებს და საბოლოო ჯამში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მე ვამბობ, რომ ჩვენ ამისი მცდელობა არ გვაქვს. დასკვნა იქნება, თუ კი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს იქნება, რომ კონსტიტუცია არის დარღვეული, მე რა თქმა უნდა, ყველა საკუთარი პასუხისგებლობით, სინდისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვერ გეტყვით, რა საბოლოო ჯამში აქ ვინმე ჩამოყალიბდება ამაზე თუ არა, საქმე ის არის, რომ საჯარო თავად გაცხადება. რომ ვინც მხარს არ დაუჭერს, ის დაუდგება, გვერდით სოლიდარული იქნება კონსტიტუციის დარღვევის. ეს იმდენად უხეში დარღვევა არის კონსტიტუციის, სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებაში შეჭრა არის. მიტაცება ფაქტობრივად სხვისი უფლებამოსილების მიტაცება ხდება პრეზიდენტის მხრიდან. ამას თუ ასე ვთქვათ პარლამენტის წევრი, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელი, ამას თვალს დახუჭავს, ნიშნავს, რომ მისთვის სახელმწიფო კონსტიტუცია, კონსტიტუციური ორგანოები არაფერს არ ნიშნავს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მათ შორის მხარის არ დაჭერაც არის კიდევ ერთხელ ღირებულებითი გაშიშვლება ოპოზიციის ამ შემთხვევაში. ნაცმოძრაობას რა ინტერესები აქვს ამ შემთხვევაში, როდესაც სალომე ზურაბიშვილის დასაცავად ეგრეთ წოდებულ ფარს ქმნის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მთელი ეს წლები მათი ეპითეტები და შეფასებები სალომე ზურაბიშვილზე, მაშინ რა მოტივები აქვთ ახლა რომ სალომე ზურაბიშვილს იცავენ? რადიკალიზაციის ახალი კერის შექმნა, ხო ჩვენ ხედავთ უკვე რომ შექმნეს ახალი თემა, რომლითაც ახდენენ რადიკალიზაციას თლიან პოლიტიკური პროცესის, იმიტომ რომ გამოდის რომ არის პრეზიდენტი, რომელიც არავის არ ეკითხება, დადის როგორც უნდა, ხდება ვისაც უნდა. შემდეგ ხედავთ შედეგებს, მათ შორის ლატვიაში მისი ვიზიტის შედეგს, ოდესაც ასე მოწმენდილ ცაზე დიდი ხნის დახურული თემა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა უცებ გაცოცხლდა და ლატვიის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ ემსახურება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, რომ მხარს უჭერთ საქართველოს და მის ინტეგრაციას ევროკავშირში, გამოვიდა და თავარი რას თქვა განცხადება, რაც გააკეთა, რომ წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ევროპის ინტეგრაციისო სანქციები დაუწესოთ რუსეთს. აი ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში და რომელიც აქეთ შემდეგ უკვე მოდის ახალ თემად ისე რადიკალური დღესდღეობის შესაქმნელისა და ეს მუდმივი ასე ვთქვათ, გადაძახილი სხვადასხვა რადიკალური თემების შექმნა. შეთანხმებული პრაქტიკაა თუ უბრალოდ პრეზიდენტი აკეთებს ნაცმოძრაობის სასარგებლო საქმეს ისე რომ არ არიან გარიგებულები? მე ვერ გეტყვით ახლა აქ მნიშვნელობა არ აქვს საბოლოო ჯამში შეთანხმებულია თუ დამთხევა არის, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა ხო არა. თავარი არის თავად ფაქტი, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ თუ კი აი ზუსტად იმ სიმბოლური ფუნქციიდან, რომელიც მას აქვს, იყოს გამაერთიანებელი, ის არის ადამიანი, რომელიც ყოფს. და თან ამაყობს ამით. რატომღაც გონია, რომ უმრავლესობისგან გამიჯნა რაიმე სასახელო საქმე არის. უმრავლესობა არის სწორედ დემოკრატიაში გულისხმობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რაღაცას უჭერს მხარს და მოსახლეობის უმრავლესობას როცა ემიჯნება პრეზიდენტი და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მანდატ მიცემულ პარლამენტს და მთავრობას ემიჯნება, აქ მე ვერ ხვდები რა არის ამაში განსაკუთრებით სასიხარულო. ხედავთ რომ ოპოზიციას ეს უხარია გასაგებია, იმიტომ რომ მათ უნდათ გახლეჩოს საზოგადოების პრეზიდენტი, რომელიც გამაერთიანებელი უნდა იყოს, პრეზიდენტი, რომელიც ამაყობს, რომ რაღაცნაირად არის
ხელისუფლებას უმრავლესობასთან დაპირისპირებაში მე არ მგონია რომ აქ საერთოდ რაიმე კარგ მოვლენასთან კონდეს საქმე. მოდით რადიკალობის გეგმებს გავყვეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების შემდეგ თქვენ საჭიროდ ჩათვალეთ შეგოცვალათ კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ, რითაც ასე ვთქვათ მიეცით საბაბი ოპოზიციას რომ გაეხსნა კამპანია რუსული კანონი 2 თუ ახალი რუსული კანონი და ასე შემდეგ. ხო შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების უკუსვლა დემოკრატიის მოკლედ ყველანაირად ცდილობენ რომ დაბრენდონ ეს ცვლილება როგორც ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი მათ შორის კანდიდატის სტატუსისთვის. რა იყო თქვენი мотиваცია და რატომ ფიქრობთ რომ ეს პრევენცია იქნება დესტაბილიზაციის გეგმის? უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება და გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტები და დასკვნები რომელიც საზოგადოებასაც გაეცნო და რომელზეც ახლა თავს კი იკატუნებენ რომ ასე სათხდება და ჩვენ მე მგონი ის ქვეყანა ვართ სადაც ყოფილი პრეზიდენტი კონტეინერით შემოაპარეს და სადაც ვიცით რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყო ამას ჩართული რომ შემოეპარებინათ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და აქ ისე ირონიით ეკიდებიან თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები რომ რაღაც ესეთი არეულობების მოწყობა თითქოს რაღაც ფიქცია იყოს და გამოგონილი თემა. ჩვენ ამ ქვეყანაში არაერთხელ ყოფილა ასეთი მდგომარეობა და მათ შორის სულ ახლახანს პრეზიდენტი ყოფილი შემოგვიპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა კონტეინერით. ასე რომ რა თქმა უნდა ეს რეალური არის, რასაც საფრთხეები აზეთ საუბრობს სახელმწიფო სამსახური მათ შორის სხვათა შორის ამ გამოძიების და შუმა იკითხა რომ საბურავები რო ყოფილიყო საბურავების გამოშვებას აკრძალავდითო? რა არის მექანიზმი ხა ბრძოლის და პრევენციის ხა ეს სხვადასხვა საკითხია ფაქტი არის ერთი მათ შორის და სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საამაყოთ უნდა ითქვას რომ არც ერთი ეს რისკი საბოლოო ჯამში არ რეალიზირდა საბოლოო შედეგამდე ვერ მივიდა მათ შორის კონტეინერით შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტის გეგმაც ჩაიშალა სწორედ იმიტომ ჩვენ უსაფრთხოების სამსახური გამართულად მუშაობს და ზოგ საკითხებს ისე ახდენს პრევენციას რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება ვერ ციგებდეს როცა საჭიროა საჯაროდ აცხადებს ამას წინასწარ როცა საჭიროა შემდეგ აცხადებს ამასთან დაკავშირებით ხო მაგრამ მთავარი რა არის რომ აქ რასაც ჩვენ ხედავდით მათ შორის ითქვა კიდევაც რომ ეხლა რომ უნდა წარმოადგინონ ის ტრენერები სერბეთიდან ჩამოსული კანვასის ტრენერები რომლებიც თითქოს რაღაც იყვნენ და ეს სამწუხარო განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი რომელიც საუბრობს რომ თითქოს ეს რაღაც ნუ ავიცი კიდე ბავშვების თემა და ასე შემდეგ იყო შემოყვანილი ყველამ კარგად დავინახეთ რაზე იყო იქ საუბარი და რა ტერმინოლოგია იყო იქ გამოყენებული ჩამონგრევა და ჩამოშლა და ასე შემდეგ და რა მაგალითები იყო იქ მოყვანილი და მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა კიდევაც რომ მათი გამოკითხვის შინაარსი ამ სერბი ექსპერტების ეგრეთ წოდებული რომ ისინი მალავდნენ და არ ემთხვეოდა იმას რაც მოიპოვა გამოძიება მოატყუეს ჩვეულებრივად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკუთარი მათ მიერ გამოკითხვის დროს ასე ვთქვათ ტყუილი ჩვენება მისცეს გამოკითხვის დროს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს თუ კი ასეთი კეთილშობილური მიზნებით იყვნენ საქართველოში რატომ აძლევდნენ არასწორი ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურს ხო ასეც ხო გვაფიქრებინებს და ხედავთ კიდევაც ახლა რაც არის ტიპიური გეგმა რაც იყო დაბრენდვა კანონ პროექტის და ასე შემდეგ იქნება თუ არა ამ ყველაფერს ეგრეთ წოდებული მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე ერთადერთი ვისაც ეს კანონი დასუსხავს მათ ვისაც უნდა ამ ქვეყანაში გადატრიალება და ასეც უნდა ხდებოდეს რაც შეეხება თავად წესებს დროებით კონსტრუქციებსაც შეეხება დღესაც შეზღუდულია და ხა მე მგონი საზოგადოებასაც ავიც ისედაც ახსოვს და ყოველთვის უბრალოდ იყო ხოლმე ხანდახან დავა იმასთან დაკავშირებით როგორ განიმარტება ეს შეზღუდვა რა შემთხვევაში შეუძლია დადგან კარავი ან სხვა კონსტრუქცია რა შემთხვევაში არ შეუძლია არ იკრძალება ხო არა რა თქმა უნდა უბრალოდ დღესაც არის ეს შეზღუდვა დღესაც არის ეს შეზღუდვა და დღესაც პოლიციას გამოუყენებია ეს შეზღუდვა და ასე ვთქვათ არ მიუწია შესაძლებლობა დაედგათ კარავი ან მოუწოდებია რომ მოეშალათ კარავი ან სხვა კონსტრუქცია თუმცა ყოველთვის იყო სადაო რა შემთხვევაში შეიძლება რა შემთხვევაში არ შეიძლება ეს კანონი ამას სწორედაც რომ აკონკრეტებს და მაგალითად ამბობს თუ კი ის საფრთხეს უქმნის მონაწილეებს ანუ რა გამოდის რომ თუ საფრთხეს უქმნის უნდა მაინც იყოს იქ გვინდა რომ საფრთხე შეუქმნას გვინდა რომ პოლიციას არ მისცეს შესაძლებლობა რომ უსაფრთხოება დაიცვას გვინდა რომ დაწესებულების ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს ანუ
ამის მოწინააღმდეგეები ვინც არიან ამ დაზუსტების გამოდისო ისინი ფიქრობენ რომ მიუხედავად იმისა რომ ეს კონსტრუქცია საფრთხეს უქმნის ვიღაცას პირადად ეს კონსტრუქცია ხელს უშლის პოლიციას რომ დაიცვას უსაფრთხოება და ეს კონსტრუქცია ხელს უშლის დაწესებულება მაინც უნდა იყოს იქ და ეს მეგონი არ არის ამას ხელისუფლება ყოველთვის გამოიყენებთ საფრთხის მოტივით რომ კონკრეტული კონსტრუქციები იგივე კარვები რაც შეეხება აქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების და მათ შორის პოლიციის ქმედებას. ესეც არის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხაზი, თითქოს რაღაცების შეზღუდვები ხდება ხოლმე და მოვიყვან ერთ მაგალითს 2019 წელს ნოემბერში გახსოვთ შეიძლება კიდევაც იყო აქციები, რომელიც პოლიციამ დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებით, მაშინ და სხვათა შორის ხაზგასაცმელია, რომ იყო სახალხო დამცველი მაშინდელი ამბობდა, რომ იყო გადამეტება და არ ქონდათ უფლება დაშლის. რამდენიმე საელჩოს განცხადება იყო, ეს იყო უკუსულა და ასე შემდეგ. და სხვადასხვა უცხოელი აქტორები, არასამთავრობო ყველა ერთხმად ამბობდა, რომ დაშლა და დაკავება იმ მიტინგზე და აქციის რამდენიმე წარმომადგენელს ეს იყო კანონის დარღვევა. სულ რამდენიმე თვის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ პოლიცია იქცეოდა სრულად საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ნარატივი, რომ თითქოს პოლიცია და სწორედ ეს ადასტურებს და ეს არ არის პირველი ესეთი შემთხვევა, სხვა საქმეებიც ყოფილა, სადაც ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ პოლიცია იქცევა უმაღლესი სტანდარტით ევროპული საერთაშორისო და ჩვენი კონსტიტუციის სტანდარტით და შესაბამისად ამ სტანდარტით იმოქმედებს მომავალშიც. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ჩვენ ვაგრძელებთ ეთერს. ახლა სტუდიაში შემოგვიერთება რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმ გადაადგილებებზე, რომელსაც